მაშინ როცა ზამთრის დადგომას გვალვა მოყვება სავანაში. 600 კილომეტრის დაშორებით დრაკონის მთებში ტემპერატურა ეცემა და წყალი ყინულად იქცევა. ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე ჩანჩქერები, ნაკადულები და ტბები იყინება. თევზები და ბაყაყები ყინულიან ხაფანგში გაებნენ. ის ცხოველები, რომლებსაც მთიდან დაშვება შეუძლიათ, დაბლობში ჩადიან. ხოლო ისინი, ვინც რჩებიან, დაბალ ტემპერატურას არიან შეგვებულები. მზიანი დილაა და ვირთხა მზეზე გამოდის. როცა ტემპერატურა დაბალია, ის გასათბობად გვირაბებისა და სოროების მიწისქვეშა რთულ ქსელს იყენებს. ამ ქსელს პირდაპირ საკვებამდე მიყავს. ღია ცის ქვეშის მუდამ ხიზლად უნდა იყოს. საფრთხე მხოლოდ სიცივე არ არის. ამ მაღალმთიან რეგიონში მტაცებლები დაძარციან. საკვების საძებნელად რაც უფრო შორს მიდის, მით უფრო სარისკოა. ვერსა დაიმალება. მისი ერთადერთი იარაღი გაშეშებაა. უნდა შეეცადოს შეუმჩნეველი დარჩეს. ამ მთებში ამინდი შეიძლება წამიერად შეიცვალოს. დაბლობიდან ამოსული თბილი ჰაერი ცივ-ნაკადს ეჯახება და მწვერვალებს სქელი ნისლი ფარავს. ნისლი ვირთხისთვის თავშესაფარია. ზამთრის აბანი ამ მღრღნელის მეგობარია. ის კიდევ ერთ დღეს იცოცხლებს. ივნისის ბოლოს დასავლეთ სანაპიროზე გავრცელებული ქარი იწყებს ქროლას. სანაპიროდან წამოსული თბილი ჰაერი ცივ წყლებს ეჯახება და სქელ ნისლს ქმნის. ზამთარში ოკეანე უნაყოფო სანაპირო ზოლს კვებავს და მთელ ხმელეთზე ფლორას ასაზრდოებს. ამ მიწაზე გაზრდილი ყოველი მცენარე ნამდვილი სასწაულია. აქ წელიწადში მხოლოდ 100 მილიმეტრი ნალექი მოდის. ამ დროის განმავლობაში მცენარე სამჯერ მეტ ტენს იღებს ოკეანიდან შემოსული ნისლიდან, ვიდრე მთელი წლის წვიმებიდან. ამის გამო მცენარეებმა სტრუქტურა შეიცვალეს, რომ მაქსიმალურად შეისრუტონ ტენი. ბევრი მცენარის ფესვებს მოკლე, მრავალი დანაყოფი აქვს ნიადაგის ზედაპირზე, რომლებსაც ბადის მსგავსად წვეთების დასაჭერად იყენებს. მაგრამ ყველაზე წარმატებული არსება არც მცენარეა და არც ცხოველი. ეს არის ლიქენი, მიკროსკოპული წყალმცენარეებისა და სოკოების მეგობრული გაერთიანება. ის დასავლეთ სანაპიროზე იმ ნისლის წყალობით ხარობს, რომელიც ამ მიდამოში ვრცელდება. თავის მხრივ, ლიქენის ეს ჩახლართული ველები თავშესაფარს აძლევს უფრო პატარა პერსონაჟებს. ეს არის ბუნების მიერ შექმნილი ვრცელი ქალაქი, რომელიც ზამთრის გარეშე ვერ იარსებებდა. უფრო ჩრდილოეთით, ნამიბიის უზარმაზარ უდაბნოში, ზამთრის ნისლის წყალობით ბუნება მცხელი და მშრალი სეზონისგან ისვენებს. ნამიბიის უდაბნოში ცოტაა ზედაპირული წყლები. ეს იმას ნიშნავს, როცა ნალექი მოდის, უდაბნოს ბინადარნი სწრაფადვე სარგებლობენ ამით. შავტანიანი ხოჭო ნისლის შემგროვებელია. ტანზე გამოსული პაწაწინა კოპები საშუალებას აძლევს წვეთების შეაგროვოს.
ის ქარის პირისპირ დგას, წინ იხრება და თავს ქვემოთ ხრის. წვეთის ხეულს გაევლის და პირში ჩაეღვრება. სასიამოვნო სასმელია. ხოლო გონიერი არსება შეძლებს ამ цаრიელ მიწაზე გადარჩენას. ეს ხოჭო ერთ-ერთია უდაბნოს 50 სახეობიდან, რომელიც სასმელ წყალს ნისლისგან იღებს. ზამთრის გარეშე ისინი აქ ვერ იარსებებდნენ.